მოგესალმებით კოლეგებო. მადლობა ჩართულობისთვის, აქტიური კომუნიკაციისთვის, მუშაობისთვის. რადგან კვორუმი გვაქვს, შეგვიძლია რომ დავიწყოთ იურიდიული საკითხთა კომიტეტი. მესამე მოსმენით განვიხილავთ აჩქარებული წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს. დღის წესრიგი რომ დავამტკიცოთ. მადლობა. ბატონო ვახტანგ, გთხოვთ მესამე მოსმენით წარმოადგენოთ სისხლის სამართლის კოდექსში გათვალისწინებული ცვლილებები. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. წარმოგიდგენთ მესამე მოსმენით სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელშიც შევიდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მცირედი რედაქციული და სტილისტური ხასიათის ცვლილებები, დანარჩენი არსებითად იგივეა და მეორე და პირველი მოსმენის დროს განხილული შინაარსი უცვლელად არის მასში ასახული. კოლეგებო, შენიშნები მოსაზრებები სარედაქციო ცვლილებები არ ყოფილა ასეთი. მადლობა ბატონო ვახტანგ. მადლობა. შეგვიძლია გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე. ეს გახლავთ საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის წევრებისა, რომელიც შეეხება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას. მესამე მოსმენით მოხსენებელი არის ბატონი არჩილ გორდულაძე. გისმენთ ბატონო არჩილ. საჯარო დიახ, მესამე მოსმენით. მადლობა. განსახილველად წარმოგიდგენთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს. მესამე მოსმენით მეორე მოსმენის შემდეგ რედაქციული ცვლილებები არ განხორციელებულა. არც პირველ და არც მეორე, არც მესამე მოსმენთან დაკავშირებით. კი ბატონო, თუ არის შეკითხვა, შენიშნა მოსაზრება, ასეთი არ არის. მასადამე შეგვიძლია რომ განხილულად მივიჩნიოთ აღნიშნული საკითხი და გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხზე. ესეც არის საქართველოს პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი თანდევ კანონპროექტებთან ერთად. აქაც მესამე მოსმენით ხდება საკითხის განხილვა და ასევე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მომხსენებლის ბატონი არჩილ გორდულაძის მიერ პლენარულ სხდომაზე იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 112 მუხლით გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, პროცედურა გამოყენებული, რომელიც გულისხმობს კენჭისყრას ცალკეული მუხლების და შესაბამისი ნორმების გამოკლებით საკანონმდებლო ინიციატივისა და ბატონო არჩილ თავდაპირველად გთავაზობთ, რომ დამატებითი განხილვისთვის გადადებული მუხლების თაობაზე მეორე მოსმენის რეჟიმში კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ, რის შემდეგაც შეგვიძლია გადავიდეთ მესამე მოსმენით საკითხის განხილვაზე. მადლობა კოლეგებო და ამ საზოგადოებისთვისაც რომ იყოს ცნობილი, ჩვენ გარკვეული მუხლების განხილვა გადავდეთ, გაიმართა კონსულტაციები სხვადასხვა აღმასრულებელ ორგანოსთან, მათ შორის კონსულტაციები იყო გამართული ჩვენი გუნდის წევრებთანაც, შესაბამისად იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად დაზუსტდეს, ცალსახად ცხადი იყოს როგორც უფლებების დაცვის სტანდარტიდან გამომდინარე, ასევე ჩვენი ცვლილებების პრევენციული მექანიზმის დახვეწიდან გამომდინარე, გთავაზობთ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მუხლი პირველის მე-10 პუნქტში განხორციელდეს ცვლილება, რომელიც გულისხმობს 174 მუხლის პრიმა მუხლის განსხვავებული რედაქციის ჩამოყალიბებას, კერძოდ 174 პრიმა მუხლის წარმოდგენილი რედაქციას გულისხმობ, რა თქმა უნდა, მე-5 პუნქტში სახდელის სახით დავამატოთ გამოიწვევს სამართალდარღვევის დაჯარიმებას 5,000 ლარის ოდენობით წეწერა ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში 15,000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. ამავდროულად მე-6 პუნქტში ნაცვლად 20 პატიმრობისა 20 დღემდე ვადით გამოვიყენოთ სიტყვები 25 დღემდე, ანუ განმეორებითი შემთხვევა 25 დღემდე იყოს. შესაძლებელი რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში სამსჯელო გახდეს პატიმრობის გამოყენების ვადა, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში სიტყვები 5 დღიდან ამოღებული იქნეს კანონპროექტიდან. ამავდროულად მე-7 პუნქტში სახდელის სახით ასევე დაემატოს ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით და ყოველი კონკრეტული შემთხვევა
ცალ-ცალკე განსახილველი იქნება თავისი შინაარსიდან გამომდინარე, დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, იქნება ადმინისტრირებადი როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ხოლო თუ იქნება შესაბამისი დასაბუთება თავისი ინტენსივობიდან გამომდინარე, პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა განიხილავს სასამართლო. ეს არის ცვლილებები, რომელიც მეორე მოსმენის შემდეგ იქნა განხორციელებული. ამ ნაწილში ამავდროულად კანონპროექტის პირველი მუხლის მე-11 ნაწილში გთავაზობთ ცვლილებას, რომელიც გულისხმობს 200-მერვე მუხლის რომელიც სადაც გათვალისწინებულია რაიონული საქალაქო სასამართლოს განსახილველი განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები ტექსტის ბოლოს დავამატოთ ასეთი შინაარსის ცვლილება. აგრეთვე საქმეებს ამ კოდექსის 200-მერვე პრიმა მუხლის შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ რაიონულ საქალაქო სასამართლოში წარგენის შემთხვევაში განიხილავს სასამართლოს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავს, რომ ის მუხლები, რომლებიც სადაც არის შესაძლებელი პატიმრობის გამოყენებას ან ამავდროულად ჯარიმის გამოყენებას, თუ იქნება დასაბუთება იმისა, რომ პატიმრობა არის მიზანშეწონილი, რომ გამოყენებული იქნეს და ამაზე უნდა იმსჯელოს სასამართლო, ცალსახად იწერება 200-მერვე მუხლის. ეს არის იდეაში დაზუსტებითი ნაწილი. სხვა ცვლილებები არც პირველ მუხლში, არც მეორე მუხლში, ბატონო სტომის თავმჯდომარე, არ განხორციელებულა. გმადლობთ. მაშინ რამდენადაც ცნობილია, სხვა რამდენიმე თანდევ კანონპროექტშიც იყო დაყენებული ანალოგიური მოთხოვნა, კერძოდ აქ იყო საუბარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის სამ პროექტზე, რომელიც თქვენ მიერ დაყენებული საკითხებიდან გამომდინარე, აგრეთვე იქნება შესაბამისობაში მოსაყვანი, ანუ გულისხმობ იმას, რომ მეორე მოსმენით კიდევ ერთხელ გვექნება კენჭისყრეთ ჩასატარებელი ამ სამივე კანონპროექტთან დაკავშირებით. და ამავდროულად გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ცვლილებები 200-მერვე მუხლის რიგ შემთხვევაშიც საჭიროებს დაზუსტებას, ცვლილებაში, ეგრეთ წოდებულ ცვლილებაში, ცვლილება კანონპროექტებში, რომელიც 200-მერვე სადაც 200-მერვე მუხლი არის გათვალისწინებული, რაც ზეღარ მოგახსენეთ, ზუსტად ანალოგიური ვორდინგი იქნება დამატებული. კი ბატონო, მაშინ გთავაზობთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ აღნიშნული საკითხი, ანუ მეორე მოსმენით, როგორც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისი პირველი მუხლის შესაბამისი პუნქტების კენჭისყრა, ისე გამომდინარე ხსენებული რამდენიმე კანონპროექტის პირველი მუხლების კენჭისყრა. გთხოვთ უყაროთ კენჭი. კი ბატონო, გადაწყვეტილება მიღებულია. შეგვიძლია საკითხის განხილვა განვაგრძოთ მესამე მოსმენის რეჟიმში. ამ შემთხვევაში მესამე მოსმენით, ესე იგი წარმოდგენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში მესამე მოსმენის ფარგლებში ცვლილებები არ განხორციელებულა ბატონოს სტომის თავმჯდომარე. კი ბატონო, შემდეგ მოდის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი. რიგ შემთხვევაში დაიხვეწა საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით, რაც დარიგებულ ტექსტში ასახულია. შემდეგ გახლავთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი. ანალოგიურად. მომდევნო არის პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი. რედაქციული ცვლილებები ასახულია დარიგებულ ტექსტში. შემდეგ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი. მესამე მოსმენის თვალსაზრისით არაფერი ცვლილება არ არის, სხვა ცვლილებასთან დაკავშირებით მოგახსენეთ უკვე. კი ბატონო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი. ანალოგიურად, როგორც წინა პროექტის შემთხვევაში. როგორც ხედავთ, შეკითხვების შენიშვნები მოსაზრებები არ არის. კიდევ ერთი გამომდინარე პროექტი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი. ანალოგიურად ბატონოს სტომის თავმჯდომარე. და ბოლო თანდევი კანონის პროექტი ასევე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი. ანალოგიურად. შეკითხვების შენიშვნები მოსაზრებები რედაქციული ხასიათის კოლეგების მხრიდან არ არის, არც დამწყე საზოგადოება. მადლობა. არ არის. განხილულია მესამე მოსმენით. დავაყენოთ ბარი. კი ბატონო. მაშინ მესამე მოსმენით, ესე იგი შეგვიძლია რომ ერთიანად უყაროთ კენჭი შესაბამის კანონპროექტს, კანონპროექტებს, პაკეტს.
აგრეთვე მესამე მოსმენით წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ, ამასაც გთხოვთ რომ ვუყაროთ კენჭი. და საქართველოს პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას, აქაც მესამე მოსმენით გთხოვთ რომ კენჭი ვუყაროთ. ხარდაჭერილია, დიდი მადლობა კომიტეტის ხდომამ, დახურულია.